ომის წაყვანა მხოლოდ ადამიანური რესურსითა და ტექნიკით ფრონტზე არ შემოიფარგლება. კულისებში კი გონებაა დამალული. ცენტრები, რომლებიც პროპაგანდას აკონტროლებენ და მთელ სამხედრო სისტემას ამუშავებენ. ეს არის ის, რასაც დუბნას კოსმოსური საკომუნიკაციო ცენტრი წარმოადგენს რუსეთისთვის. მოსკოვის რეგიონში მდებარე ეს ცენტრი არის საკვანძო ცენტრი ყველაფრისთვის. ფრონტის სარდლობისა და მართვის ცენტრებისგან დაწყებული, იმ პროპაგანდისტული გზავნილებით დამთავრებული, რომელსაც კრემლი რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის მოსახლეობას აწვდის. დუბნა რუსეთის სამხედრო მანქანისთვის უმნიშვნელოვანესია. უკრაინამ მას უბრალოდ ლობოტომია ჩაუტარა. პუტინი და მისი გარემოცვა პანიკაშია, როცა კვამლი ადის და სატელიტური ჰაბი იწვის. უკრაინის დარტყმის დადასტურება 22 ივნისს მოხდა, როცა უკრაინის გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ მან 21 ივნისს და 21-დან 22 ივნისის ღამეს დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრზე შეტევა განახორციელა. ეს არის უკრაინა, რომელიც კვლავ არღვევს მოსკოვის საჰაერო თავდაცვას და ამჯერად მან ეს გააკეთა, რათა გაანადგუროს მნიშვნელოვანი ობიექტი, რომლის მოსვლასაც კრემლში ვერავინ წარმოიდგენდა. ტელეგრამის პოსტში გენერალურმა შტაბმა გააზიარა სურათი, სადაც დუბნას ცენტრიდან ამოსული სქელი შავი კვამლის სვეტია გამოსახული და ასევე გაავრცელა შეტყობინება, რომელიც ადასტურებს თუ რა განახორციელეს უკრაინელმა ძაინელმა ძალებმა. მოსკოვის რეგიონში მდებარე კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი დუბნა დაზიანდა. ობიექტზე მასშტაბური კვამლი შეინიშნება. მტრის დანაკარგების ზუსტება ითხოვინება გენერალური შტაბი. მიწაზე მყოფი ღია ცხაროების ჟურნალისტებისგან მეტი ინფორმაცია გავრცელდა. ოსინტინ თვიტის X ანგარიშმა გამოაქვეყნა დარტყმის დამატებითი ფოტოები და მოკლე ვიდეო და მოკლე ვიდეოც ჩანს ამოსული კვამლის სვეტი. ფონზე როგორც ჩანს ისმის საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმა, რომლებიც ცდილობენ შეაჩერონ უკრაინის მიერ გაგზავნილი იარაღი. ისინი აშკარად ვერ მოახერხეს. მთავარი სატელიტური სადგური არ იქნებოდა კვამლში, რომ წარმატებას მიეღწიათ. რაც უკრაინამ ახლახან აქ მოახერხა, ეს არის ძლიერი დარტყმა როგორც რუსეთის წინახაზის ძალებისთვის, ასევე კრემლის მცდელობისთვის თავისი ნარატივით ხალხის გონება მოწამოს. და რომ გავიგოთ რატო, საჭიროა უფრო ღრმად შევისწავლოთ დუბნას ცენტრი. ამ ობიექტს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და ერთ დროს ის შედარებით უცხინარ მიზანს ემსახურებოდა. United 24 მედია ამბობს, რომ დუბნა ითვლება რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს სატელიტურ ტელეპორტად, რაც წარმოადგენს დედამიწაზე არსებულ ჰაბს, რომელიც გამოიყენება სატელიტების და სახმელეთო საკომუნიკაციო ქსელების დასაკავშირებლად. ფაქტობრივად ეს ჰაბები საჭიროა იმისთვის, რომ სატელიტური ტელევიზიები მუშაობდეს. და სწორედ ამისთვის აშენდა დუბნა თავდაპირველად. 1980 წელს საბჭოთა კავშირის კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დაარსებული დუბნა აშენდა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადის წინ, რათა თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია მიეწოდებინა როგორც ევროპის, ისე ამერიკის ტელევიზიებისთვის. აქ სევდიანი ირონია. ოლიმპიადა ყველა ერის ხალხს აერთიანებს, რათა მეგობრულად იასპარეზონ პოლიტიკისა და სიძულვილის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ეს არის თამაშების სული, თუნდაც ყოველთვის ასე ახდებოდეს რეალურად. დუბნა შეიძლებოდა და უნდა ყოფილიყო ის ინსტრუმენტი, რომელსაც რუსეთი გამოიყენებდა ერთ-ერთიანობისა და უკეთესი კომუნიკაციის გასაძლიერებლად. მაგრამ როგორც ბევრი რამ რუსეთში, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის აღზევების შემდეგ, ესიც დამახინჯდა და სამხედრო მიზნებს დაემსახურა. ეს დამახინჯება დაიწყო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, თუმცა იმ დროს ეს აუცილებლად ცუდი რამ არ იყო. როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობის ბოლო 10 წლეულში შედიოდა, კრემლმა დუბნა გამოიყენა, რათა დასავლეთის რამდენიმე ქვეყანასთან უსაფრთხო საკომუნიკაციო არხები დაიარსებინა. მოლაპარაკებები სწორედ ამ სატელიტური ჰაბის მეშვეობით წარიმართებოდა და შესაძლებელია მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოსტსაბჭოთა რუსეთისთვის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. დროის განმავლობაში ჰაბი კიდევ უფრო გაიზარდა. თავდაპირველად მას მხოლოდ 2 დიდი ანტენა ჰქონდა. ახლა კი დუბნაში 20-ზე მეტი სხვადასხვა ზომის ანტენაა, რომლებიც გამოიყენება რუსეთის 300-იანი სატელიტური ქსელის დიდი ნაწილის მიღწევის, ტელემეტრიისა და მართვის ოპერაციებისთვის. ამ მასშტაბის გამო დუბნას რუსული სამხედრო ძალები გარდაულად იყენებენ. და სწორედ ამას ვხედავთ დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მას მართავს რუსეთის სატელიტური საკომუნიკაციო კომპანია, რომელიც თითქოს და სამოქალაქო საწარმოა, დუბნას იყენებს რუსული სამხედრო ძალები. ის დაკავშირებულია როგორც რუსეთის სტრატეგიულ სადაზვერო, ასევე ეროვნული თავდაცვის ქსელებთან. ოკუპირებულ უკრაინაში სწორედ დუბნას მსგავსი ცენტრები უზრუნველყოფენ რუსეთის მრავალი სარდლობისა და მართვის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს სატელიტური ჰაბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთისთვის დრონებისა და ელექტრონული ომის, ანუ EW სისტემების გამოყენებაში. და ეს ყველაფერი ხდება მაშინაც კი, როცა ის კვლავ ასრულებს თავის თავდაპირველ მიზანს. ტელევიზიებს მაუწყებლობის საშუალება მისცეს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის. ხოლო ახლა ეს მაუწყებლობები კრემლის პროპაგანდით არის გაჯერებული. და ისინი გადაიცემა რუსეთისა და ოკუპირებული უკრაინის მასშტაბით მცხოვრებ ადამიანებზე. ეს ყველაფერი დუბნას რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების ობიექტად აქცევს, რაც მას უკრაინისთვის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ აქცევს. ეხლა კვამლი ადის რუსეთის სატელიტური სადგურიდან. სრული ზიანი ჯერ კიდევ ფასდება, როგორც უკრაინის გენერალურმა შტაბმა აღნიშნა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი მსხვერპლი მოხვა ამ დარტყმას, თუ საერთოდ იყო ასეთი. ასევე არ ვიცით კონკრეტულად რა მოახერხა უკრაინამ სატელიტურ ცენტრში დარტყმით. ეს შეიძლება იყოს 1 ან 2 ანტენა, ან შეიძლება იყოს თავად სადგურის მთელი ენერგეტიკული ბაზა.
დროთა განმავლობაში უკრაინიდან კიდევ მეტი ინფორმაცია მოვა. თუმცა რუსეთი ამ ბოლო დარტყმის შესახებ მოულოდნელად ხმამაღლა საუბრობს. Reuters-ი უცხება, რომ რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ TASS-მა გასაოცრად ბევრი ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფოს მიერ მართული სამსახურის კვალობაზე, რომელიც ჩვეულებრივ ცდილობს უკრაინის დარტყმების შესახებ ინფორმაცია, რაც შეიძლება ჩუმად შეინახოს. TASS-მა განაცხადა, რომ დუბნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მასშტაბური დრონების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ასევე განაცხადეს, რომ ტელევიზიის მომსახურება ამ დარტყმის შედეგად არ შეფერხებულა, თუმცა რამდენად მართალია ეს, გამომდინარე წყაროდან რთული სათქმელია. TASS-ი ასევე ამტკიცებს, რომ ცენტრის არც ერთი თანამშრომელი უკრაინის თავდასხმის შედეგად არ დაშავებულა. ასე რომ რუსეთი იქცევა ისე, თითქოს დუბნაში ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მაგრამ კვამლის ამოსვლის ფოტოები და ვიდეოები სრულიად სხვა ამბავს ხვება. დუბნა დაზიანდა და ეს ნიშნავს, რომ მას ისევ შეიძლება დაარტყან. თუ თვალსადევნებით ჩვენს რეპორტაჟებს უკრაინის დარტყმებზე, იცით, რომ აქ გარკვეული კანონზომიერებაა. უკრაინა იშვიათად ესხმის თავს მხოლოდ ერთ ობიექტს. როცა უკრაინის დრონები დაფრინავენ, ისინი მიემართებიან სამიზნეებისკენ რუსეთის მთელ ტერიტორიაზე და ოკუპირებულ რეგიონებში. და სწორედ ეს მოხდა 21-დან 22 ივნისის ღამეს. როგორც New Sky არნიშნავს, უკრაინულმა ძალებმა ასევე ერთდროულად შეუტიეს რამდენიმე ლოგისტიკურ და დრონების ჰაბს, იმავე დროს, როცა დრონები დუბნასკენ მიემართებოდნენ. ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინის დრონებმა დაატყეს საავტომობილო ხიდს ვასილივკასთან, როგორც მისი მიმდინარე კამპანიის ნაწილი ყირიმის იზოლაციისთვის. ამ ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. ამ თავდასხმას თან ახლდა დარტყმა პორტ კავკასზე, რომელიც რუსეთის კრასნოდარის რეგიონში მდებარეობს. უკრაინამ დაარტყა ორ ბორანს, რომლებიც ორივე გამოიყენებოდა მარაგებისა და სამხედრო ტექნიკის გადასატანად. კიდევ ერთხელ საბოლოო სამიზნე ყირიმი იყო. ეს დარტყმები ხორციელდება კერჩის სრუტის სკრუტის კასტრუი მდებარე კვანძებზე, რომელსაც რუსეთი ხშირად იყენებს კერჩის ხიდის გვერდის ავლით კავლით ყირიმში მარაგების შესატანად და გამოსატანად. ამასთან ერთად უკრაინამ ასევე დაარტყა დრონების მართვის პუნქტებს, დრონების ოპერატორების სათვრთმელ პოლიგონს და რამდენიმე სარდლობისა და სადამკვირვებლო პუნქტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთის ბელგოროდის რეგიონში. New Sky-ის ინფორმაციით, ეს უკანასკნელები გამოიყენება რუსეთის დარტყმების კოორდინაციისთვის უკრაინის სუმისა და ხარკოვის რეგიონებზე. ასე რომ 21 ივნისი უკრაინისთვის დატვირთული დღე იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რამდენად შთამბეჭდავი იყო ყველა ეს სხვა დარტყმა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც აგრძელებენ ყირიმის იზოლაციის კამპანიას, ყველა სათაურის ყურადღებას დუბნა იპყრობს. მაგრამ ახლა ვიმოქმედებთ იმ ვარაუდით, რომ უკრაინამ საკმარისი ზიანი მიაყენა დუბნას, რომ ის გამოეთიშოს, თუნდაც დროებით. ეს გვაყენებს აშკარა კითხვასთან. რას ნიშნავს ეს ყველაფერი უკრაინის ომისთვის? სანამ ამ კითხვას უპასუხებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ არხის კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ. ასეთ ვიდეოებს ყოველდღიურად ვაქვეყნებთ. ახლა კი რას ნიშნავს დუბნაზე დარტყმა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის? დავიწყებთ იმ გზავნილით, რომელიც უკრაინამ ახლახან გააგზავნა. დუბნას სატელიტური ცენტრი მოსკოვის ოლქში მდებარეობს. ის თითქოს ხელშეუხებელია. ისევე როგორც მოსკოვში ყველაფერი, დუბნა გარშემორტყმულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით და ასობით კილომეტრითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან. დუბნა ისეთი ობიექტია, რომელსაც მილიონ წელიწადში ერთხელაც კი დრონი ვერ დაატყამდა. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობდა პუტინი, როცა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. და მაშინ პუტინი მართალი იყო. უკრაინას არ ჰქონდა საჭირო საშუალებები, რომ ასეთი დარტყმა განეხორციელებინა. მაგრამ ახლა 2026 წელია და უკრაინას არა მხოლოდ აქვს ეს საშუალებები, არამედ დაამტკიცა, რომ შეუძლია მოსკოვზე რეგულარულად დარტყმა და რუსულ საჰაერო თავდაცვას ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია ამის წინააღმდეგ. დუბნაზე თავდასხმამ დიდი ქაოსი გამოიწვია, გარდა იმისა, რომ რუსული სატელიტური ცენტრიდან კვამლი ამოდიოდა. უკრაინის ახალი ხმა იუწვება, რომ რუსეთის გაჭირვებული მერი სერგეი სობიანინი ამტკიცებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ თავდასხმის დროს თითქმის 80 დრონი ჩამოაგდო და რომ დარტყმამ მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტში სულ 367 ფრენის გაუქმება ან დაგვიანება გამოიწვია. ვამბობთ გაჭირვებული, რადგან სერგეი სობიანინს ბოლო კვირებში იძულებული გახდა მეტისმეტად ბევრი დრო დაეთმო უკრაინულ დრონებზე საუბარს და ძალიან ცოტა დრო ეცალა პუტინის ახლობლის ცხოვრებით თქმობისთვის. დუბნაზე თავდასხმა მხოლოდ ბოლო მაგალითია იმ მრავალი შემთხვევიდან, როცა უკრაინის დრონებმა მოსკოვის ოლქი დაარტყეს. მაინც ნაკლები ვიდრე ერთი კვირით ადრე, 17-18 ივნისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კაპოტნიას დაარტყეს, რასაც რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგიონის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა უწოდა. თავდასხმა ეფექტური იყო, კაპოტნია დაიწვა და მოსკოველები დარჩნენ უკმაყოფილოები, რადგან მათზე შავი ნავთობის წვიმა ჩამოვარდა. რუსეთი რა თქმა უნდა ამბობს, რომ ასეთი წვიმა არ ყოფილა, მაგრამ როდესაც ხედავ თავდასხმის კადრებს, სადაც ნავთობის საცავი აუზი პირდაპირ აფეთქდება, შესაძლოა რუსული სააერო თავდაცვის რაკეტის წარუმატებელი დარტყმის შედეგად. მაშინ რთულია უარო უკრაინის თავდასხმის შედეგი. ნავთობის წვიმა იყო თუ არა, უკრაინამ 17 ივნისს მოსკოვს გზავნილი გაუგზავნა, რომელიც 21 ივნისსაც გაიმეორა. მოსკოვი მხოლოდ მისაწვდომი სამიზნე კი არ არის, ის აქტიური სამიზნეა. და ეს დუბნაზე თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი აზრია. მიუხედავად იმისა, რა ზიანი მიადგა რუსეთის ობიექტებს, უკრაინა ამ თავდასხმებს იყენებს იმის საჩვენებლად, რომ მოსკოველებმა იცოდნენ, პუტინი მათ ტერიტორიას ვერ იცავს.
რუსეთის ყველაზე დაცული ოლქი ერთ კვირაში ორჯერ ძლიერად დაარტყეს და ზიანი მიადგა. ფსიქოლოგიურად ეს რუსეთისთვის დამანგრეველია. პროპაგანდა ვეღარ გააკეთებს სახეს. თითქოს ყველაფერი რიგზეა, როცა მოსკოვის მცხოვრებლები ხედავენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ტრხნებიდან და სატელიტური ჰაბებიდან ამავე კვანძს. ეს კვამლი აჩვენებს მათ, რომ უკრაინის განცხადებები იარარის ქონაზე, რომელსაც შეუძლია 3000 კილომეტრამდე მანძილზე სამიზნეების დაზიანება, უბრალოდ ცარიელი ტრაბახი არა ეს. ეს ძალიან რეალურია და უკრაინა ამას მუდმივად ამტკიცებს. რაც შეეხება პროპაგანდას, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და ვისაუბრებთ, რას შეიძლება ნიშნავდეს დუბნაზე თავდასხმა ამ მხრივ. პირველ რიგში გასათვალისწინებელია ამ თავდასხმის სამხედრო მნიშვნელობა. სარდლობის პუნქტები, დრონების ცენტრები და ელექტრონული ბრძოლის სისტემები. ყველა ეს დამოკიდებულია დუბნაზე, რომელიც სრულად უნდა მუშაობდეს, რაც ნიშნავს, რომ ამ სატელიტური ჰაბის დაკარგვას შეიძლება დამანგრეველი გავლენა ჰქონდეს რუსეთის ძალებზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის ფრონტის ხაზებზე. გახსოვთ, რაც დუბნას მრავალ გამოყენებაზე ადრე ვახსენეთ. ოლიმპიადის შემდეგ რუსეთმა ეს სატელიტი გამოიყენა, რათა სხვა ქვეყნებთან უსაფრთხო საკომუნიკაციო არხები გაიხსნა. სამართლიანი ვარაუდია, რომ უკრაინის შიგნით არსებული სარდლობისა და მართვის ცენტრები სარგებლობენ მსგავსი არხებით, განსაკუთრებით ახლა, როცა დუბნა ამ ხელაზომამდე გაიზარდა. უსაფრთხო კომუნიკაციების დაკარგვა ცუდია რუსეთისთვის. იგივე ეხება იმ შესაძლებლობის დაკარგვასაც, რომლითაც დუბნა მონაცემებს აგროვებს. სარდლობისა და მართვის ცენტრი არსებითად არის ობიექტი, რომელსაც სამხედროები იყენებენ კრიტიკული სისტემების მონიტორინგისთვის, ანალიზისა და მართვისთვის, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ცენტრი ცენტრალურ ადგილს წარმოადგენს, საიდანაც სარდლები შეძლებენ ჯარების მართვას და ფრონტზე შეტევების კოორდინაციას. ამისთვის კომუნიკაცია უნდა იყოს დაშიფრული, რათა მტერმა ვერ შეძლოს შეტყობინებების გადაჭერა, ხოლო მონაცემების ნაკადი სარდლობისა და მართვის ცენტრში უწყვეტი უნდა იყოს, რათა სარდალს ჰქონდეს ბრძოლის ველის საუკეთესო შესაძლო სურათი. თუ დუბნა მწყობრიდან გამოვა, რაც შეიძლება მოხდეს განმეორებითი დარტყმების შემდეგ, ახლა როცა უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია სატელიტური ჰაბის დაზიანება, მაშინ რუსულ რიგებში სრული ქაოსი იქნება. წინა ხაზის შეტევები ყველაზე მეტად დაზარალდებოდა და ეს გარდაულად გამოიწვევდა რუსული დანაკარგების ზრდას ომში, რომელმაც ქვეყანას უკვე 1,19 მილიონზე მეტი ადამიანი დაუჯდა. შემდეგ არის დრონები. სატელიტური კომუნიკაციის დაკარგვა მოსკოვსა და უკრაინის შიგნით არსებულ სარდლობის პუნქტებს შორის ასევე ნიშნავს, რომ სარდლები ვერ მისცემენ ზუსტ მითითებებს თავიანთ დრონულ დანაყოფებს, რადგან ისინი ბრძანებებს ვერ იღებენ. შესაძლებელია, რომ დუბნაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს იმ სატელიტური ნავიგაციის უზრუნველყოფაში, რომელიც მრავალი რუსეთის დარტყმითი დრონის სისტემაშია ჩაშენებული. New Sky ამბობს, რომ დუბნა კრიტიკულია უპილოტო საჰაერო აპარატების კონტროლისთვის, ასე რომ ეს ვარაუდები საკმაოდ გონივრულია. მიუხედავად იმისა, რამდენად ბევრსაც საუბრობენ უკრაინასა და მის ბრწყინვალე დრონულ სტრატეგიაზე რუსეთის წინააღმდეგ, ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთიც აქტიურად იყენებს დრონებს. მხოლოდ მაისში რუსეთმა რეკორდული რაოდენობის 8150 დრონი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, რაც ნათლად აჩვენებს მისი გრძელვადიანი კამპანიის მასშტაბებს. და მოსკოვის Times-ის ინფორმაციით, რუსეთი 2026 წელს გეგმავს 7.3 მილიონი FPV დრონის წარმოებას, რაც დღეში დაახლოებით 20,000 ერთეულს შეადგენს. არ შეგეშალოთ, რუსული დრონები უკრაინისთვის სერიოზული საფრთხეა. თუ დუბნა თუნდაც დროებით დაიხურა, ეს ნიშნავს შვებას უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. რუსული დრონების დანაყოფები ფრონტზე იძულებულნი იქნებიან დააყონონ თავიანთი დარტყმები, განსაკუთრებით თუ მათ არ იღებენ ინფორმაციას სარდლობისა და მართვის ცენტრებისგან. და რუსეთის დარტყმითი დრონები, რომლებიც სატელიტურ ნავიგაციაზე არიან დამოკიდებული სამიზნეების მისაღწევად, ან ვერ შეძლებენ ფრენას, ან ბევრად უფრო ადვილი იქნება მათი ჩამოგდება საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ომის მეთოდებით. და რაც შეეხება ელექტრონულ ომს, New Sky ამბობს, რომ დუბნა ასევე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ამ სისტემების გამოყენებაში უკრაინის ტერიტორიაზე. ამ ტიპის სისტემები როგორც წესი მუშაობენ სატელიტური სიგნალების ჩახშობით, რომელსაც მოწინააღმდეგის სისტემა მაგალითად დრონი ან რაკეტა იყენებს. ამისთვის რუსეთს სჭირდება წვდომა საკუთარ სატელიტურ ქსელთან, რათა გაგზავნოს ჩახშობის სიგნალები. კერძოდ რუსეთს სურს გამოიყენოს ქვედახაზის ჩახშობა, რაც როგორც West Point-ის თანამედროვე ომის ინსტიტუტი ამბობს, გულისხმობს სატელიტური სიგნალის დარღვევას, მაშინ როცა ის მიმღებისკენ მოდის. სავარაუდოდ თუ New Sky სწორია, დუბნა რუსეთს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენოს თავისი ელექტრონული ომის სისტემები ასეთი ტიპის ჭიჭოხშობისთვის. თუ დუბნა გათიშულია, ეს აღარ მოხდება. და ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უკრაინის საშუალო რადიუსის დრონები ბევრად უფრო მომაკვდინებელი გახდება. ეს დრონები უკვე ჩართულია უკრაინის ლოგისტიკური ბლოკადის კამპანიაში, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაანგრიოს რუსეთის ლოგისტიკა ახლო ზურგში. RBC უკრაინის ინფორმაციით, ფრანგმა ღია წყაროების სადაზვერვო ანალიტიკოსმა კლემან მოლარმა დაადასტურა ამ ტიპის სულ მცირე 500 დარტყმა მხოლოდ რუსულ სატვირთო და სატრანსპორტო მანქანებზე. 1 მაისიდან 18 ივნისამდე, რომელთაგან ყველა დაადასტურდა ვიდეო მტკიცებულებებით. რუსეთის მიერ თავისი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების დაკარგვა ნიშნავს, რომ ასეთი დარტყმები კიდევ უფრო გახშირდება, რაც მთლიანად ემსახურება უკრაინის საბოლოო მიზნებს, ყირიმის იზოლაციასა და ფრონტის ხაზზე მომარაგების შეფერხებას. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ დუბნა უკრაინისთვის აშკარა სამხედრო სამიზნე იყო. ახლა კი მოდით ყურადღება გავამახვილოთ რაღაც უფრო მზაკრულზე. შეიძლება გახსოვდეთ, რომ ვახსენეთ, დუბნა რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელევიზიის მთავარი სატელიტური კვანძია.
ეს ფაქტობრივად მას კრემლის პროპაგანდის არაპირდაპირ გამავრცელებლად აქცევს მთელ რუსეთში. სახელმწიფო კონტროლირებადი ტელევიზია არსებობს იმისთვის, რომ აკონტროლოს ნარატივი, სულ მცირე პუტინის თვალთახედვით. ჩვენ ამის მტკიცებულება რუსეთში ვნახეთ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა. მაგალითად, 1993 წელს რუსეთში გადატრიალების მცდელობამ გამოიწვია სასტიკი ბრძოლა ოსტანკინოს არხი ერთის სადგურის კონტროლისთვის, რომელიც მოსკოვის ტელევიზიის ცენტრი. ისინი, ვინც მაშინ გადატრიალებას ცდილობდნენ, მაშინ უხდებოდნენ იმას, რასაც ახლა პუტინი იცის. ეთერში კონტროლი ნიშნავს გონებებზე კონტროლს. მალბოროს კოლეჯის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საშუალო რუსი დღეში დაახლოებით 4 საათს ატარებს ტელევიზორის ყურებაში და პუტინი ამ ფაქტს იხენებს, რათა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით ომი თავის ქვეყანაში ნორმალურად წარმოაჩინოს. ეს არაფერს წარმოადგენს გასაკვირს. ყველამ ვიცით, რომ დეზინფორმაცია კრემლის არსენალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, მაგრამ რაც უკრაინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ისაა, რომ რუსეთის პროპაგანდით გაჯერებული გადაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაიცემა. ეს ომის პირველივე თვეებიდან ხდება. 2022 წლის დეკემბერში BBC-ს მონიტორინგის ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთმა ან სცადა არსებული არხები დაეძალებინა, რომ მათი ვერსია გაეშუქებინათ, ან უბრალოდ საკუთარი ახალი არხები შექმნა ზაპორიჟიაში და ხერსონში. რუსეთმა ასევე გამოიყენა რეგიონალური სახელმწიფო მედია კომპანია TRK Krim, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში შექმნა, რათა შეექმნა ისეთი პროგრამები, რომლებიც მისთვის შესაფერისად მიაჩნდა სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისთვის. 2025 წლის ივნისში Kiev Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ რაღაც ერთ კვირაში ამოიღო უკრაინულ ტელევიზიაზე ცდომის მომწოდებელი 1000-ზე მეტი მოწყობილობა. მიზანი კი ინფორმაციული სივრცის მეტი პროპაგანდით მოწამლა იყო. რუსეთმა სოგარ დაიწყო სატელევიზიო პაკეტები, როგორიცაა რუსკი მირი, რომელიც როგორც გამოცემა წერს, მოიცავს კრემლის მიერ კონტროლირებად 20 სახელმწიფო არხს, ასევე 11 გასართობ არხს და 10 რეგიონულ არხს უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში. ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალის განადგურებას არ ცდილობს. პუტინი მიზანში იღებს ქვეყნის კულტურულ სააგრბენს. ტელევიზიის გამოყენებით კრემლი ცდილობს ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციას, ავსებს მათ მანიპულირებული ინფორმაციით ისე, რომ იქ დარჩენილებმა დაიჯერონ მოვლენების რუსეთსეული ვერსია. მაგრამ ეს მიდგომა ძირითადად სატელიტურ არხებზეა დამოკიდებული. ნებისმიერი შეფერხება, მაგალითად ის, რაც დუბნაში მოხდა, შეიძლება დაარღვიოს კრემლის ცდილობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გონების გადაპროგრამირებისთვის. ეს შესაძლოა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე 21 ივნისის დარტყმის სამხედრო ასპექტებები იყოს ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელსაც უკრაინა დუბნასთან მიაღწევს. ეხლა როცა უკრაინა მიცის, რომ სატელიტურ ჰაბზე დარტყმა შეუძლია, თითქმის გარდაუვალია, რომ კიდევ სტატუსს. და შემდგომი დარტყმებით შეიძლება ბევრად მეტი ვიხილოთ, ვიდრე მხოლოდ კვამლი და დაუდასტურებელი ცნობები ზიანის შესახებ. შეიძლება მართლაც ვიხილოთ რუსეთის მთელი პროპაგანდისტული ქსელის განადგურება უკრაინის შიგნით. ამის მიუხედავად ელექტრონული ომის სისტემების დაკარგვა რუსეთისთვის ძალიან საზიანოა. დუბნას განადგურება ამ სისტემებს უსარგებლოს გახდის და ჩვენ უკვე ვიცით, რა შედეგი შეიძლება კონდეს რუსული საერო თავდაცვის მეთოდების ჩავარდნას. უკრაინის დარტყმა არმიანსკის გადასასვლელზე, რომელსაც რუსეთი ყირიმის მომარაგებისთვის იყენებს, ამას გვიჩვენებს. რამდენიმე წუთში უკრაინის დრონებმა 50 მანქანა გაანადგურეს იმ გადასასვლელზე და რადიოელექტრონულმა ბრძოლამ მათი შეჩერება ვერ შეძლო. გაიგეთ მეტი ჩვენი ვიდეოს ხურებით და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show. თუ გსურთ მსგავსი მასალების ნახვა. მადლობა ყურების. ბაყურებისთვის.